ჩვენი კვირის კორესპონდენტი კი პაპუნა დავითაია. მანაც გადაწყვეტა წარსულში მოგზაურობა. კალამი მაქვს. ფურცელსაც ვეშორი. მაქვს. რა უნდა დავწერო? ასაც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის არის ამ კაცის ბიოგრაფია. იცი რა, მოდი რა იქ, მეგონი ვერ ჩავალ, ძალიან ცუდა ჩვენ ფერსაცმელი. სასაფლაოზე ხო მივა მანქანა? სასაფლაო იქ არის ქვემოთ. მეორე თუ არის აქ ცხრუკვეთი? ეს ახალია. აქ მივა. მანქანა მივა? ვერ მივა. გათოვლილი არ არის. რა, 1 კილომეტრი არისო ესეთ? კილომეტრი ზოგადად მეტი იქნება. არ ვიცოდი რა, ვიცოდი ფეხით სასიარულოა, მაგრამ ესეც ხო არ ვიცოდი. და მე აუცილებელი ვარ იქ. ჯოვანი, ვცადოთ რა. წავედით რა. აი შუაში ვივლის ფეხი ეფლობა მაინც. შუაში ეფლობა. ეს ამანქანო გზა სად არის ხოლმე აქ? ეს არის? ასვლა უფრო ადვილია თუ ჩასვლა საერთოდ. დავით, აქეთი არის, აქეთ. იქით საშია. ხევია, ხო ხედავ. რა სხვა იმაში მოვხვდით რა, სხვა პლანეტაზე თბილისში. ჩვეულებრივი ეს არის გაზაფხული უკვე. მე ვფიქრობ, რომ აქედან კადრი იქნება მაგარი, აი ესეც რო ჩანდეს და შემდეგ უკვე აიქეთ ეს ხეები და საფლავები. თავარი რაც გვინდოდა დავადგინე. არ დაგვიდგენია ვერსია ამაი. ხო, შეიძლება ესე ითქვას რა. მე ვმუშაობ უცხოეთში რო ქართველები არიან იმათზე. არც ესე ადვილი საქმეა ჟურნალისტიკა, მინდა გითხრათ. მაშინ ასე ჩვენი კორესპონდენტის ინტერესის სფეროში მიხაკო წერეთლის მოღვაწეობა მოხდა. ავტორის აზრით, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწის ნეშტი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. პარიზიდან 25 კილომეტრი, სოფელი ლევილი. კომუნისტური აგრესიის შედეგად უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა მარადიული განსასვენებელი. სწორედ აქ განისვენებს პატრიოტული ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ხანგრძლივი თავმჯდომარე, ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მიხაკო წერეთელი. ქართველი ემიგრანტების უმეტესობის მსგავსად, მისი სურვილით სამშობლოში, საქართველოში დაკრძალვა იყო. პირადად ბევრჯერ ყოფილა ლევილში მიხაკო წერეთლის საფლავზე, მაგრამ არასდროს მინახავს ის ადგილი, სადაც ის დაიბადა. ხო, ეს არის სოფელი ცხრუკვეთი, საიდანაც მიხაკო იყო წარმოშობით და ამ სოფლიდან წავიდა და მისი საბოლოო სამოქმედო ასპარეზი ევროპის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქალაქი გახდა. ძალიან დიდი საქმეები აკეთა საქართველოსათვის. ცხრუკვეთში იმ ადგილამდე, სადაც წერეთლების უბანია, სამანქანო გზა თოვლით დაფარული დახვდა. ამიტომ ფეხით ჩასვლა გადავწყვიტეთ. აქეთ ხარ ზედელებს შემოკეთილება. მაინც ცოტა დიდი ხევია და ფეხი არ გადაგიჭიროს. სამშობლოდან ემიგრირებული თანასოფლელის ისტორია ცხრუკვეთის ყველა მკვიდრმა იცის. დემოკრატიის მედრო შეიძლება საქართველოში, მაგრამ აფრიალები ვერ დროშა. 21 წელში მე თავრობას გაყვამ ჯორდანიის ცხოვრება და გერმანიაში დაც. კარგი ხანს იყო იქ ცხოვრობდა და მე ქართველებმა საფრანგეთიდან ემიგრანტებმა, ვინც იყვნენ მაშინ იმდენი ემიგრანტები, გადაუსვენებიათ მე ქართულ მიწაზე, ესე იგი საფრანგეთში, ლევილში. და იქ ლევილის სასაფლაოზე ეს ნეშტი რომ წაიღეს გაფერფლილი, იქ დაუსაფლავიათ. გზად სოფლის სასაფლაოზე წერეთლების საგვარეულო სამარხები მოვინახულეთ. ცხრუკვეთელებმა ჩვენი მეგზურობა იკისრეს. იქ არის წერეთლების საერთო. ქვის სამარხის თავზე ორი მემორიალური დაფაა. ცხრუკვეთელების განმარტებით ვერა წერეთელი ვარაზაშვილისა მიხაკო წერეთლის და იყო. ვერა იყო მიხაკოს და, ესეა ხო? და ეს ვარაზიშვილი ისიდორე იყო სიძე, ანუ მიხაკოს. ამ საკითხზე პირადად მიმუშავია და ვიცი რომ მიხაკო წერეთლის სურვილი იყო ცხრუკვეთში მისი დის გვერდით დაესაფლავებინათ. ამიტომ ამ ადგილმა განსაკუთრებულად დამაინტერესა და დეტალების გადამოწმება დავიწყე. ცნობილია რომ მიხაკო წერეთლის და 1918 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მას ევდოკია, მეტსახელად კი კონა ერქვა.
სახელი არ ემთხვევა. ანუ ეს ადგილი არ არის. შეიძლება აქაც არის რომელიმე რა, მაგრამ აქაურე ახლა ზეპირად იციან აქ თითოეული საფლავი რომელი ვისი არის და. წავედით ახლა ნახოთ სახლი, ეზო ვნახოთ, სადაც ასევე რამდენიმე საფლავია. სახლ-მუზეუმი აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობისაა. მიხაკო წერეთელი მისი ბიძა იყო. აქვეა სურათები მიხაკო მეუღლესთან ერთად და მისი და კონა წერეთელი. მუზეუმის მეგზურმა მიხაკო წერეთლის ბიოგრაფიიდან რამდენიმე დეტალი გაიხსენა. 1919 წლებში ის გახდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში. მან გამოსცა გერმანულ ენაზე სულხან-საბას თხზულებები სიცრუისას. სახლ-მუზეუმის ეზოში კიდევ რამდენიმე სამარხია. კონა წერეთლის საფლავს ვერც აქ მივაკვლიეთ. ანუ ის ვერსია რომ მიხაკოს და ეზოშია დაკრძალული არა. მე მგონი ის არის სასაფლაოზე ჩეულებრივად. მეგონი აქ დავამთავრეთ ახლა ეს ყველაფერი. და დანარჩენი უნდა გავაგრძელოთ თბილისში უნივერსიტეტში. სადაც არიან ეს მეცნიერები, რომლებიც იკვლევდნენ ამ ყველაფერსა. უფრო მეც გვეტყვიან, რაც აქ ვერ გამოვიკვლიეთ, იქ გვეტყვიან უკვე დანარჩენს. თბილისში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიხაკო წერეთლის პირად არქივში მისი სამეცნიერო კვლევები ინახება. ცხოვრება მეფისი დავითის. ტექსტია აღდგენილი მიხეილ წერეთლის მიერ მიძღვნილი მისი დის კონას ქსოვნისათვის. საყვარელო, ჩემთვის უდროოდ დაკარგულო დაო კონა. ეს რა საინტერესო ფოტოა. რიბოლობა კიბუდა მიხეილ წერეთელი. მიუნხენში არის გადაღებული თუ სწორად მახსოვს. საინტერესო დოკუმენტია აქ, სამოგზაურო დოკუმენტი და მისი ფოტოც არის აქ. აქ არის ასევე ჩანაწერი, რომ ეს არის დოკუმენტი არა მოქალაქის, არამედ მოქალაქეობის არ მქონე უცხოელისათვის. 24 წლის ბოლოს ემიგრაციაში პარიზში შეიქმნა ზეპარტიული ორგანიზაცია თეთრი გიორგი. მიხაკო წერეთელი თეთრი გიორგის ორგანიზაციაში აქტიურად მონაწილეობდა, ეს ითვლება მის პოლიტიკურ საქმიანობად. 1942 წლიდან უკვე არის თეთრი გიორგის ორგანიზაციის თავმჯდომარე. იყვნენ გაწევრიანებული ასევე ქოქცა ჩოლოყაშვილიც აქტიურად თანამშრომლობდა თეთრ გიორგისთან. თვლიდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი იყო კავკასიაში კავკასიური ძალების გაერთიანებით და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობით რეჟიმის შეცვლა. თეთრი გიორგი თავისი იდეების გასავრცელებად რამდენიმე ბეჭდით ორგანოს იყენებდა. ეს არის პირადი წერილები. მიხაკო წერეთლის ჯერ კიდევ შეუსწავლელი არქივების საქაღალდეებში ანდერძის ფრაგმენტი აღმოჩნდა. არსებობს სრული ტექსტიც. ნუ დამასაფლავებთ, არამედ დამწვით. მე მოხეულია ეს. როგორც ჩანს, ეს თვითონ კრემაციას რადგან ითხოვს, მხოლოდ იმიტომ ითხოვს, რომ მისი ნეშტი წამოიღო საქართველოში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმა კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიმზადა. მიხაკო წერეთლის რადიო ინტერვიუ ჩაწერილი გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე. ისე ბატონო პროფესორი, ჩვენ კი გვინდა რომ საქართველოში რო ჩავიდეთ, ეს იქნება ბატონო პავლო ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება. მაგრამ ილუზიებით ცხოვრება არ მინდა. შენ ინტერიერა მე მაგასწორ მოგესწორს. თბილისში ახლა ესეთი აზრი არსებობს, რომ იმდენად განუზომლად დიდი იყო მიხაკო წერეთლის ღვაწლი, რომ იმსახურებს დაწმინდაზე დაკრძალვას. მისი ანდერძი უნდა აღსრულდეს ამაზე ყველა ცუკვეთელი. რა განახმა დაწმინდის პანთეონში ბატონო შეიძლება უფრო პრესტიჟული ყველაფერი სული ბოროსოვილი შეუსრულდება ხამაის. თუ აი მისი ოჯახი და გადაწყვეტოს დაუშვათ, რომ შეიძლება მისი ანდერძის შესვლა, მაშინ აბსოლუტურად იმსახურებს დაწმინდის პანთეონს. მიხაკოს სურვილის ალბათ კი არა დაწუნებული არის, იქნებოდა სწორედ სრულკეთის ეზოში ნიგოზის ადგილას იმ მუზეუმის ეზოში დაიგზავნოს. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ მიხაკო წერეთლის ბოლო სურვილის შესწავლას. იმედია მისი ანდერძის დაკარგული ნაწილიც მალე მოიძებნება და ცხადი გახდება დიდი პატრიოტისა და მამულიშვილის მიხაკო წერეთლის უკანასკნელი სურვილის შინაარსი მისი საბოლოო განსასვენებლის შესახებ.